მოგესალმებით, ვაგრძელებთ სპექტაკლების განხილვას და დისკუსიების ციკლს. ეს პროექტი დაფინანსებულია საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ და ხორციელდება თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელშეწყობით. დღეს ჩვენ განვიხილავთ სპექტაკლს, რომელმაც პროფესიული კრიტიკის დიდი ყურადღება მიიპყრო, არაერთი რეცენზია დაიწერა, ნახა მაყურებელთა გარკვეულმა ნაწილმა. დღესაც რჩება მოქმედ რეპერტუარში, ის გასულ სეზონზე დაიდგა სეზონის მიწურულს თითქმის და მაყურებელს კვლავ აქვს შესაძლებლობა რომ ნახოს. საუბარი არის ახალ სივრცეზე, ეს არის თოჯინების სახლი, რომელიც თუმანიშვილის თეატრის უკან გაიხსნა პატარა სივრცე, სადაც უკვე რამდენიმე პრემიერა გაიმართა და მათ შორის ნიკა საბაშვილის თაოსნობით და ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ეს სივრცე და მისი რეჟისორობით დაიდგა სპექტაკლი ჭაყო და ჩვენ ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ ჩემს კოლეგებთან ერთად. ესენი გახლავთ ქალბატონები თამარ ქუთათელაძე, თეატრმცოდნე და ქალბატონი ლელა ოჩიაური, ხელოვნებაცოდნე. მოგესალმებით, დიდი მადლობა მობრძანებისთვის და იმისთვის, რომ მონაწილეობას იღებთ ერთგულად ჩვენს დისკუსიებში. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო სპექტაკლი გააკეთა ნიკა საბაშვილმა და ეს პროექტი იმითაც არის გამორჩეული, რომ თოჯინების თეატრში კი არ დაიდგა ისეთი სერიოზული დიდებისთვის ნაწარმოები. მარტო ამიტომ არა, არამედ იმიტომ, რომ ფაქტობრივად ნიკა საბაშვილმა გააერთიანა საქართველოს თოჯინების თეატრებში მოღვაწე გამორჩეული მსახიობები, ყველას ერთად მოუყარა თავი დედაქალაქში და მათთან ერთად შემოგვთავაზა ერთობლივი ნამუშევარი და ძალიან ორიგინალური გააზრება. მე რომ სიტყვა არ გამიგრძელდეს და გზადაგზა ჩაგერთვებით და ჩემს მოსაზრებებსაც გაგანდობთ ამ სპექტაკლის გარშემო, ქალბატონ თამარს ვკითხავ პირველ რიგში, როგორი შთაბეჭდილება დატოვა სპექტაკლმა ჭაყო. ვიცი, რომ რეცენზიაც კი გამოაქვეყნე. კი, შთაბეჭდილება იყო ძალიან დადებითი, ძალიან მაღლებული და გარდა ამისა საინტერესო იყო ის, რომ აი თავიდან ბოლომდე ჩართული იყავი ამ სპექტაკლში და ვერ გრძნობდი, როგორ მთავრდებოდა მთელი ეს სანახაობა. რაც ფრედ ორიგინალურად იყო გააზრებული, ჩვენ ჭაყოს ხიზნების არაერთი წარმოდგენა გვაქვს ნანახი და აი ამ შემთხვევაში ორიგინალური იყო არა მხოლოდ ის, რომ მსახიობებისა და თოჯინების შერეული ინტერპრეტაცია ვნახეთ, არამედ ის, რომ აი არსზე იყო აქ საუბარი ძალიან ლაკონურად და საინტერესოდ და აი თვითონ კოსტიუმებიდან დაწყებული, აი ამ კაკუნიდან დაწყებული, რითიც თვითონ სპექტაკლის მსვლელობაში შევყევართ რეჟისორს, დამთავრებული ფინალამდე ისეთი შეკრული იყო მთელი წარმოდგენა, იმდენი მეტაფორებით იყო დატვირთული, რომ აი ეპოქასაც ხატავს, თითოეული პერსონაჟის ხასიათსაც ხატავს და გარდა ამისა თვითონ სანახაობასაც და თვითონ აი ამ პრობლემას, რასაც დაერქვა ალბათ მითის დონეზე ამაღლებული ეს ჭაყოსა და თეიმურაზის ურთიერთობა, ძალიან საინტერესოდ წარმოგვიდგენს როგორც მსახიობების, ასევე თოჯინების თანაშემოქმედებით ტანდემში. ძალიან საინტერესო მეტაფორები იყო თვითონ აი ეს ჩანგლების მიზანსცენები იყო არაჩვეულებრივად გათამაშებული, აი მეკორწილნეების, როდესაც ეროვნული ტრადიცია იყო გადმოთამაშებული, ვიცით რომ ახლა ჯვარდაწერილები შემოყავთ ხოლმე ხანჯლების ხეივანში და აი ამ შემთხვევაში შემოყავთ ჩანგლების ქვეშ გამოატარებენ და აი პირდაპირ იწყებლა იყო აი ამ ხრივ თვითონ აი ამ მასის მიერ, აი ამ ჭაყოს ფაქტიურად ლამის ჯარის მიერ ხო გათამაშებული, რომლებიც აი პირდაპირ მინიშნებით გვეუბნებიან, რომ ეს ადამიანები მოდიან პირდაპირ სამტროთ. შემალულები აი ამ შავ წამოსასხამებში, კაპიუშონებში და აი ძალიან საინტერესო იყო ასევე ძალიან ორიგინალურად გათამაშდა თვითონ აი ეს ქელეხის მიზანსცენა, სადაც გამოღრეცილები გაავებული სახეებით როგორ თქვავენ და აჩანაგებენ აი ამ ავთანდილ ხევისთავების ქონებას და ნუ შემდგომ როგორ ვითარდება მოქმედება უკვე ვხედავთ და ფინალი იყო კიდევ ძალიან ორიგინალურად გათამაშებული, სადაც ფაქტიურად ისინი ისევ ერთად ხვდებიან ერთი მეორეს და აი ასე
შემოამტვრევენ შემდგომ აი ეს მასა, ეს გავებული მასა აი ამ მათ ოთახს და ფაქტიურად ხვდებიან ისინი 64-ში თუ აი ამჯერად საძილე ოთახში ერთად ემშვიდობებიან საზოგადოებას და ჩვენს წარმოსახვაშიც ისინი რა თქმა უნდა ერთად რჩებიან. მადლობა მოსაზრებისთვის. მე და ლელამ ერთად ვნახეთ ეს სპექტაკლი. მახსოვს თქვენი ემოცია, ლელა, როგორი ერთის მხრივ ვიყავით აღშფოთებული და მეორეს მხრივ ნასიამოვნები. ნასიამოვნები იმიტომ, რომ მართლა ორიგინალურად გადაწყვეტილი სპექტაკლი ვნახეთ, ფორმის თვალსაზრისით, სტილისტურად, მიზანსცენობრივი დატვირთვა, მეტაფორული გააზრება და რაც ყველაზე მთავარი, აღშფოთებული ვიყავით. იმის გამო და რაღაცა უცნაურად ვუყურებდით ერთმანეთს. მახსოვს ეს ემოცია მახსოვს. ამდენი თვე გავიდა და არ დამვიწყებია ეს სურათებად მახსოვს მიზანსცენები და თქვენი ემოცია, რომ რა ვართ ადამიანები, მარტო ქართველებზე არ არის ლაპარაკი. ხშირად დგამენ ჯაყოს რაღაცა პოლარიზებულად, ხო, რომ ჯაყო აუცილებლად ცუდია და მარგო მსხვერპლია, თეიმურაზი როგორი სპექტაკლის სულის ადამიანია, ამ სპექტაკლში ხო ასე არ არის. აქ რაღაცა ყველა უარყოფითი პერსონაჟია, არ არის ცალსაღად უარყოფითი დადებითი, არიან ადამიანები თავის სისუსტეებით და ნაკლებად ძლიერი მხარეებით, ნუ თუ არ ჩავთვლით ჯაყოს. აი მე მგონი დაგილაგდათ აზრები ამ დროის გასვლის შემდეგ და ის ემოცია და აი ცივი გონებით რომ შევაფასოთ ახლა ზუსტად გააზრება ნაწარმოების, რომელიც ასეთი გააზრება არ ყოფილა ქართულ თეატრში. ნამდვილად არ ყოფილა და მაშინაც გახსოვთ, ლაშა ჩვენ ვამბობდით, რომ ძალიან თამამი უნდა იყო, რომ იმ ჯაყოს ხიზნების შემდეგ, რაც ჩვენ გვაქვს ნანახი თემურ ჩხეიძეს მართლა ბრწყინვალე სპექტაკლის და სრულიად მოულოდნელი იყო თან ესეთი ინტერპრეტაცია, რაც თემურ ჩხეიძეს სპექტაკლში იყო. და უცბად აღმოვაჩინეთ, რომ თურმე ნიკა საბაშვილს არანაკლებ თავისებური, თავისთავადი და სრულიად განსხვავებული აღქმა, რა თქმა უნდა, ჯავახიშვილის ნაწარმოების და რა თქმა უნდა, ცხადია გაუნიერა იქიდან იმ რეალობის, რომელშიც ის საზოგადოება მაშინ აღმოჩნდა და საზოგადოება, რომელიც დღეს აღმოჩნდა. ან შარშან თუ გუშინ წინ აღმოჩნდა რაღაცა ისეთ რეალობაში, რომელშიც თვითეული ადამიანი იწყებს როდესაც ექსტრემალურ სიტუაციაში ექცევა, იწყებს თავის ნამდვილი სახის და ნამდვილი ბუნების გამომჟღავნებას და ეს იყო მართლა ესეთი, კი, ეს ყველაფერი თითქოს ვიცით, მაგრამ როდესაც ამას კიდევ ერთხელ ასე მაღალი ხარისხი და ესეთი მხატვრული გადაწყვეტით და მხატვრული შესრულებით ამ შემთხვევაში მსახიობებზე მაქვს საუბარი, ამას კიდევ ერთხელ გიჩვენებენ და შეყავხარ იმ თავიანთ რეალობაში, რომელიც თუ შენ რეალობაში გადმოდიან მაშინ, როდესაც ამას თითქოს თეატრია ხო, მაინც რაღაცა გარკვეული ბარიერები თითქოს უნდა არსებობდეს, მაგრამ ეს ბარიერები წაშლილია, რაც ხდება ყველა მაღალი ხარისხის სპექტაკლი იქნება, ფილმი იქნება თუ ტექსტი, ხო? და ჩემთვის აი მართლა ძალიან საინტერესო იყო იმ ყველაფრის, აი როგორ აი თამუნამ რაც თქვა, რომ როგორ დაიწყო, როგორ განვითარდა ეს ყველაფერი, რითი აიწყო ეს ამბავი, ეს პრობლემები რა ესეთი ტემპო რიტმში მოდიოდა ჩვენამდე და ამავე დროს მართლა ძალიან უცნაური ხერხი იყო გამოყენებული, ესე აღვიქვი, აი მერეც ვიფიქრე ამას და მე მგონი თქვენს კიდევაც გითხარით ერთხელ რომ ადამიანი თოჯინა, ანუ მონაწილეები ვინც არიან და მსახიობები, ანუ ადამიანები, რომლებიც თოჯინა იქცა ადამიანად, იქცევა ადამიანი და მსახიობი იქცევა თოჯინად, რაღაც უცნაური ხერხი იყო. ეს თითქოს მათ დააკარგეს, იმიტომ რომ იმ რეალობაში ხდება მოქმედება, რომელიც ჩვენ არ ვიცით რომელი რეალობაა. მართლა ეს ბოლომდე ეს რეალობაა თუ უკვე ის რეალობაა, როდესაც უკვე ყველაფერი დასრულებულია და ეს არის, ну, ასე ვთქვათ, ფლეშბექი, როდესაც ყველა მკვდარია. როგორც ზოგიერთ ესეთ ცნობილ ნაწარმოებში ხდება ხოლმე და ესენი აღარ არსებობენ თითქოს და ამიტომ ეს ხერხი სარეჟისორო გადაწყვეტის და მსახიობების ნამუშევარი ისინი თითქოს ჩვეულებრივ
ან არაჩვეულებრივ ადამიანებს კი არ თამაშობენ, რაღაც მექანიკურ თუ რაღაც უცნაურ პერსონაჟებად იქცენ რეალურსა და ირეალურ შორის, თოჯინასა და ადამიანს შორის და ისეთ ცვლიან ამ როლებს. თან ეს ხდება ფაქტობრივად 1 მეტრის დისტანციაზე. იმიტომ რომ პატარა სივრცეა ძალიან ახლოს ვართ თოჯინასთანაც და ადამიანთან და აი არაფრით არ გაპატიებს მაყურებელი ამ შემთხვევაში ოდნავ სიყალბეს და თუ შეიძლება რომ მსახიობებზეც ვთქვათ მაინც ეს ტრიადა არის გამორჩეული ხო დავით ბერიძე, აბელ სოსელია და მარიამ ლომიძე, ხო? აი აბელ სოსელიას იცნობს ფართო მაყურებელიც, პროფესიულ მაყურებელს ის უყვარს და დიდი ხანია დადგენილი აქვს, რომ კარგი, საინტერესო, ნიჭიერი, შრომის მოყვარი არტისტია, ხო? აი იშვიათად მახსენდება აბელ სოსელიას გაფუჭებული როლი. ან უინტერესო რო არის ეს მსახიობი, ხო? რაც უნდა ცუდ სპექტაკლში ვნახოთ ის, აბელ სოსელია ყოველთვის საინტერესო არის. კი, დაგამახსოვრდება, მაგრამ აი ნიკა საბაშვილის დამსახურება ისიც მგონია ამ შემთხვევაში, რომ აი მარიამი და დავით ბერიძე, ხო, გამოჩნდნენ ჩემს თვალში ყოველ შემთხვევაში, მე სხვის მაგიერ ვერ ვილაპარაკებ, გაცილებით საინტერესო მსახიობებად, თუ აქამდე მათ ზერელედ ვუყურებდი, ან არასერიოზულად აღვიქვამდი. თურმე გააჩნია რეჟისორს, გააჩნია როლს, გააჩნია მასალას, შესაძლებლობას მათ, ხო, მათ ამ მსახიობებს ქონიათ რესურსი ძალიან საინტერესო. აი ლელა, მაინც შენ კითხავ ამ მსახიობებზე, იმიტომ რომ დადიხარ ხშირად რეგიონებში, იცნობ მათ შემოქმედებას, იცი ვინ რას აკეთებს და აი ამ ახალ ამპლუაში რამდენად საინტერესოები აღმოჩნდნენ. საინტერესო იყო, ხა ბერიძე ჩვენ კარგად ვიცნობთ თბილისის თოჯინების თეატრიდან თითქმის ყველგან ყავს ნანახი თითქმის ყველგან მონაწილეობს და შესაბამისად ჩვენც მე მგონი ყველა სპექტაკლი გვაქვს ნანახი მრავალი წრის განმავლობაში და მართლა ხა მაშა სრულიად სხვანაირი ჩვენ დავინახეთ არა მეთოჯინე მსახიობი ესეთი ტრაფარეტი არსებობს ხო ვითომ თორმე მეთოჯინე მსახიობს რო უნარები შეუძლია კონდეს ეგეთი დრამატურგია თვითონ თეატრში რომელიც ამ სპექტაკლში და უცბად აღმოაჩინა ძალიან მაღალი კლასის დრამატული მსახიობი ყოფილა და მარიამი რომელსაც ჩვენ მართლა ასევე ზაფხულს ხან ერთ ფესტივალზე ხან რეგიონულ ფესტივალებზე ნახულობთ ხოლმე სხვადასხვა სპექტაკლში თუ გახსოვს ყოველთვის ვამჩნევდით მარიამს კი მე უფრო გამოგიტყდებით და პირდაპირ ვიქნები უფრო ფაქტურის გამო მომწონდა და ხა რო გითხრა რომ ვიხიბლებოდი მისი თამაში თქვა არა მაგრამ აქ გაოცებული სასიამოვნოდ გაოცებული გავხდი იმიტომ რომ არ არის მარტივი როლი ხო ყველა პერსონაჟი ეს სამეული განიცდის ტრანსფორმაციას დეგრადაციას სხვადასხვა ეტაპები აქვს და ეს ყველაფერი ორ მოქმედებაში ამ კამერულ ძალიან მინიატურულ სპექტაკლში ისე დაგვანახეს რომ დაგვაჯერეს და მივიღეთ თამარ მაგრამ აი ფაქტია რომ აქ რეჟისორის მუშაობა მსახიობთან აი ეს ძალიან გამოკვეთილი იყო აი ამ სამივე ცენტრალური როლის გამოსახიერება მსახიობას ჩემი აზრით რაც აერთიანებთ ეს იყო ის რომ აი თანაგრძნობაც ჰქონდათ აი თავიანთი პერსონაჟის მიმართ და ამავე დროს შეფასების აი დისტანციურად შეფასებაც გამოკვეთილი იყო მათ შესრულებაში აი იგივე ჯაყოს ხიზნებში მაგალითად ჩვენ რაც ნანახი გვაქვს იქ ყოველთვის რაღაცა სივილურით გამორჩეული ვიზუალი ჰქონდა მსახიობს და აი ამ შემთხვევაში სიმპათიური იყო ხო მისი ვიზუალი საინტერესოდ გამოიყურებოდა თვითონ მსახიობი და შეფასების მომენტებიც აი ხანდახან მეჩვენებოდა რომ თეიმურაზი ებრალებოდა თვითონ მარგოც აი ამ თეიმურაზის ხელში და ძალიან საინტერესო ერთი პასაჟი ჰქონდა რეჟისორს იქ რო ამბობს ღუტუ მარგოსაო აი როგორ მოიფიქრა არ ვიცი მაგრამ აი აქ იყო ერთგვარი თვითონ თეიმურა ჯაყოს მხრიდან იყო რა თქმა უნდა ველური ცინიზმი და
ამავე დროს სიბრალულიც იყო, რომ აი ამ ცვედანის ხელშიო რა ქალი ფუჭდებიო ხო, რა ქალი რჩებიო ისეო. და აი აქედან გამომდინარე რაღაცა ზუსტად იყო ჩამჯდარი, აი ერგებოდა მის ხასიათსაც და მაგრამ ნუ მე როგორც იქცევა, ეხლა ჩვენ ვხედავთ, რომ იქ ახალი ქალი მოყავს და მის ჩექმებს აწმენდინებს და უკვე თვალნათლივ გამოხატავს აი ამ ქალის მოიყირჭა და გაუფასურდა ეს ძვირფასი მარგო. კი, იცით რა, ამ სპექტაკლზე მართლაც დაუსრულებლად შეიძლება საუბარი, მე ასე მგონია. და აქ გავჩერდეთ, იმიტომ რომ მაყურებელსაც დაუტოვოთ სივრცე იმისთვის, რომ თვითონ ნახონ, მიადევნეთ თვალი აუცილებლად თოჯინების სახლის წარმოდგენას ჯაყო, რეჟისორი გახლავთ ნიკა საბაშვილი და შეძლების დაგვარად შეეცადეთ, რომ არ გამოტოვოთ ეს წარმოდგენა, იმიტომ რომ ეს წარმოდგენა არა მარტო ფორმის და სტილისტიკის თვალსაზრისით მოგხიბლავთ დარწმუნებული ვარ, არამედ ამ ცნობილი ნაწარმოების გააზრების თვალსაზრისითაც და მგონია, რომ ნიკა საბაშვილი ძალიან საინტერესო ნარატივს ავითარებს, რაც უბედურება გვჭირს ჩვენ ქართველებს და ალბათ ყველა ერის ადამიანსაც, რომ ყოველთვის მგონია, რომ სხვა არის დამნაშავე და ეს სპექტაკლი გეუბნება, რომ დაფიქრდი იქნებ შენც ხარ რაღაცაში დამნაშავე და შენ რომ ამ დღეში ხარ, შენი ბრალეულობა, შენი წილი პასუხისმგებლობა იგრძენიო. მე ასეთი დასკვნა გამოვიტანე ამ სპექტაკლის მერე. დიდი მადლობა. მეც ასე მგონია სხვათა შორის ლაშა და ამიტომაც არის, რომ აი ასე 21 საუკუნეში ძალიან აქტიურად იდგმება, როგორც ჩანს ჩვენს რეჟისორებს მიაცნიათ, რომ ჩვენს ირგვლივ უამრავი ჯაყოდა თეიმურაზი. მადლობა. დიდი მადლობა პირიქით თქვენ მონაწილეობისთვის ჩვენს ვლოგში, ამ დისკუსიაში. მაყურებელს შევახსენებ, რომ ეს პროექტი დაფინანსებულია კულტურის სამინისტროს მიერ. ჩვენ სივრცეს გვიყოფს თუმანიშვილის თეატრი, რისთვისაც დიდი მადლობა ბატონ ვანო ხუციშვილს. ჩვენი სტუმრები იყვნენ თეატრცოდნეები, კრიტიკოსები ლელა ოჩიაური და თამარ ქუთათელაძე. მე გახლავართ ლაშა ჩხარტიშვილი. დროებით მომავალ შეხვედრამდე.